არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X-კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშვილთან ერთად. 1985 წელი. პატარა იაპონური კონსოლის იონაგუნის მახლობლად დაივინგის ინსტრუქტორი კაჩიხარა არატაკი მორიგი წყალქვეშა მოგზაურობისთვის ემზადება. მოულოდნელად 40 მეტრის სიღრმეზე ყვინთვისას ისაწყდება უზარმაზარი ქვის მონუმენტს. ეს იყო ნამდვილი სენსაცია. რომბებისა და სწორკუთხა ნახევარწაშლილ ორნამენტებით დაფარული ფართო, სწორი ზედაპირის მქონე პლატფორმები, უზარმაზარი საფეხურები და კედლები, უცნაური ფორმის ტერასები, რომლის ანალოგი მსოფლიო არქიტექტურაში არ მოიძებნება. შორიდან მონუმენტი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ პირამიდას გავს. ქვის ბლოკებს აშკარად ეტყობათ, რომ ის ვიღაცამ შექმნა. ლოდების ასეთი დამუშავება ურთულესი ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ნაგებობაა და არა ბუნებრივი წარმონაქმნი. 15 წელი მოანდომა იაპონელმა გეოლოგმა მასაკი კიმურამ ამ იდუმალი მონუმენტის კვლევას. მისი დასკვნა არანაკლებ სენსაციური გამოდგა. ის თulis, რომ წყალქვეშა ნაგებობა 10,000 წლისაა. ვინ შექმნა წყალქვეშ მოქცეული იონაგუნის მასშტაბური და გრანდიოზული ნაგებობა? ვინ დაამუშავა ეს გიგანტური ლოდები, ასეთი ზუსტი პროპორციებითა და პარამეტრებით? ვინ გამოკვეთა ქვისგან ადამიანებისა და ცხოველების უზარმაზარი ფიგურები? ვინ დაატანა მათ იეროგლიფები, რომელიც დღემდე გაუშიფრავია? ვინ გაიყვანა უზარმაზარი გვირაბი, საიდუმლო შახტები და ლაბირინთები, რომლითაც ასე დახონძლულია წყალქვეშა მონუმენტი? რა დანიშნულება ჰქონდა გიგანტურ პირამიდას, რომელიც აშენდა 10,000 წლის წინ, როდესაც ადამიანები გამოქვაბულში ცხოვრობდნენ და ქვის დამუშავებაც კი არ შეეძლოთ? რატომ აღმოჩნდა ეს უზარმაზარი ქალაქი წყლის ქვეშ? რა იყო ამის მიზეზი? მიწისძვრა, ცუნამი, წყალდიდობა თუ დიდი გამყინვარება? სად გაქრა ცივილიზაცია, რომელმაც ააგო ეს წარმოუდგენელი საოცრება? ჯერჯერობით პასუხი ამ შეკითხვებზე არ არსებობს. ჯერჯერობით იონაგუნის წყალქვეშა პირამიდები კვლავ ამ მოხსნელ საიდუმლოდ რჩება. მოვარგოთ X-კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X-კოდი მიშა მიმინოშვილთან ერთად.